ჩინეთში და ზოგადად აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ეგზოტიკური ცხოველების ჭამას კულტურული, ისტორიული და პრაქტიკული მიზეზები აქვს. რამდენიმე მიზეზი, რატომ შეიძლება ზოგი ჩინელი ღამურას ჭამდეს. ტრადიციული მედიცინა. ზოგიერთ კულტურაში მიაჩნიათ, რომ ღამურას ხორცი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში ეხმარება. განსხვავებული კულინარიული ტრადიციები. ჩინეთი და სხვა აზიური ქვეყნები ძალიან დიდი და მრავალფეროვანი კულინარიული კულტურით გამოირჩევიან, სადაც ხშირად განსხვავებული და უჩვეულო საკვები იჭმევა. ისტორიული და ეკონომიკური ფაქტორები. წარსულში, განსაკუთრებით სიღარიბისა და შიმშილის პერიოდში, ადამიანები იძულებულნი იყვნენ ეჭამათ ყველაფერი, რაც მათ გარემოში იყო. ეს ტრადიცია ზოგიერთ რეგიონში შემორჩა. დაუსაბუთებელი რწმენები. ზოგიერთ კულტურაში მიიჩნევენ, რომ ღამურას ხორცი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ან განსაკუთრებული ენერგია აქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ღამურების ჭამა შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ისინი სხვადასხვა ვირუსებისა და პათოგენების გადამტანები არიან, რაც ადამიანებში დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ამ პრაქტიკას უფრო და უფრო მეტი უარყოფითი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის შემდეგ.